ამით აღვასრულებთ საღვთო ლიტურგია. კიდევ ერთხელ მადლობა შევწიროთ უფალს. ამავდროულად საჭიროდ ჩავთვალე ორიოდე სიტყვით ვისაუბროთ იმ დიდებულ და მშვენიერ საიდუმლოზე, რომელიც ყოველ დიდმარხვაში აღესრულება. კერძოდ ჩვენ გუშინდელ დღეს მივიღეთ იმ საიდუმლოში მონაწილეობა. ხალხში ცნობილია შვიდგზის ზეთის ცხებით ეს საიდუმლო, ხოლო სინამდვილეში ზეთის კურთხევის საიდუმლო ქვია. ორიოდე სიტყვით მხედველობაში მაქვს ის, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები მოდიან ინერციით და არ იციან რა საიდუმლოში იღებენ მონაწილეობას და აქედან გამომდინარე არის მრავალი გაუგებრობები. ზოგჯერ მოყავთ ჩვილი ბავშვებიც საიდუმლოში მონაწილეობის მისაღებად, ზოგჯერ აბსოლუტურად მოუმზადებლები მოდიან. ბუნებრივად იბადება კითხვა კი, მაგრამ როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი საიდუმლოში მონაწილეობისათვის, ხო? არა მხოლოდ ეს საიდუმლო, არამედ ეკლესიაში დადგენილი ყველა საიდუმლოსთვის ქრისტიანი უნდა იყოს სულიერად მომზადებული. აქ არ არის საუბარი, რომ მაინც და მაინც ლამაზად ჩაიცვას ან ლამაზად დაიხუროს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, როგორც ჩვენთვის ღვაწლი დიდმარხვის არის ერთგვარი ასპარეზი, როგორც სპორტსმენებს აქვს თავიანთი ასპარეზი სპორტულ კარიერაში, ასევე გვაქვს ჩვენ სულიერ კარიერაში გარკვეული ასპარეზი და აი ეს წმინდა 40 დღე არის ჩვენთვის ერთგვარი ასპარეზი. და როგორც სპორტსმენები ემზადებიან რომელიმე სერიოზული შეხვედრისათვის და საგანგებოდ ფიზიკურ მომზადებას გადიან იმისათვის, რომ მერე წარმატებას მიაღწიონ, როდესაც ასპარეზობაზე გავლენ, სწორედ ასევე ყოველი ქრისტიანი უნდა ემზადებოდეს იმისათვის, რომ სულიერ წარმატებას მიაღწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა ისე, რომ ადამიანი იქნება ფორმალურად ქრისტიანი, მაგრამ რეალურად ქრისტიანობისა არაფერი არ ექნება ამ ადამიანს. მხოლოდ ერთი გულზე ჯვარი ექნება დაკიდებული ქრისტეს გამოსახულებით. და მეტი არაფერი ქრისტიანობისა შეიძლება არ ჰქონდეს ადამიანს. ასე რომ ჩვენ სამწუხაროდ დღეს ესეთი რეალობა დაგვიდგა, რომ ხედავთ ადამიანებს, რომლებიც თითქოს და ქრისტიანები არიან, მაგრამ ამ დროს არც არიან. მაგრამ ამას თავივანებოთ, ჩვენ ახლა იმ საიდუმლოზე ვისაუბროთ. ორიოდე სიტყვით, რა თქმა უნდა, ეს იმხელა სიღრმეებია საიდუმლოებებში, ზოგადად ეკლესიის საიდუმლოებებში იმხელა დიდი სიღრმეებია, რომ ძალიან ძნელია მცირე სიტყვის ჟამს ბოლომდე აღმოთქვა და ბოლომდე გადმოსცეს ადამიანმა შინაარსი ამ საიდუმლოთა. თუმცა კონკრეტულ მოვლენაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ვინც გულისყურით მოისმინა გუშინ ლოცვები, ალბათ დააკვირდებოდით, რომ როდესაც საგალობლები დაამთავრეს წიგნის მკითხველებმა, მერე უკვე სასულიერო პირთა საკითხავები დაიწყო. დიაკვნები კითხულობდნენ წმინდა სამოციქულოს, ხოლო მღვდლები წმინდა სახარებას და შესაბამისად შემდგომ შესაბამის ლოცვას, როდესაც რომელი ეკუთვნოდა. სახარების საკითხავები ყველა, ფაქტიურად ყველა იყო გახსენება ცალკეული სასწაულებისა, რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აღასრულა. რადგან ზეთისხების საიდუმლომ თავის დროზე მოციქულებმა დაადგინეს იმისათვის, რომ მოენახულებინათ უძლურებაში მყოფნი ავადმყოფები და მათთვის ერთგვარი ნუგეში ყოფილიყო და ხშირ შემთხვევაში კურნებას კი მიეღოთ ზეთისხებით, აქედან გამომდინარე ეს სახარებები საგანგებოდ არის შერჩეული, რომ საგანგებოდ არის შერჩეული კონკრეტულად ისეთი ადგილები წმინდა წერილიდან, სადაც უფალი ჩვენ იესო ქრისტე აღასრულებს ცალკეულ სასწაულებს. ერთგან პეტრეს სიდედრის განკურნებაზეა საუბარი, მეორეგან ეშმაკეულის განკურნებაზეა, მესამეგან კიდე სხვა ავადმყოფობის განკურნებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხოლო ამ შემთხვევაში ალბათ უფრო ყურადღება უნდა გავამახვილოთ სამოციქულო საკითხავებზე, რადგან სამოციქულოში არ არის საუბარი კონკრეტულ ქრისტეს სასწაულებზე, არამედ საუბარი არის იმაზე, თუ როგორნი უნდა ვიყოთ ყოველი ჩვენგანი, რანაირები უნდა გავხდეთ და ფაქტიურად თვალი გადავავლეს საგანგებოს და ყველა სამოციქულოში არის ლეიტმოტივი ერთია, ქვეტექსტი, შინაარსი ყველგან ერთია, რომ მოგვიწოდებენ წმინდა მოციქულები, რომ ვიყოთ უკეთესები ვიდრე ვართ, მოგვიწოდებენ, რომ ვიყოთ მოსიყვარულენი, მოგვიწოდებენ, რომ ვიყოთ სათნონი და მოწყალენი და ყოველივე იმ ქრისტიანულ სათნოებებზე გვიბიძგებენ, რომლებიც ოდითგანვე საუკუნეების განმავლობაში არის ეკლესიაში დადგენილი.
ეხლა სათითაოდ რომ დავიწყოთ ყველა 60 ქულოს განხილვა, ალბათ მართებული არ იქნება და ალბათ უფრო დიდ დროსაც წაიღებს. თუმცა არც ეს არ გვიჭირს, შეგვიძლია გადავავლოთ თვალი, მაგრამ მე საჭიროდ ჩავთვალე ერთ კონკრეტულ 60 ქულოზე გავაჩერო ყურადღება, იმიტომ რომ უფრო ჩვენთვის თვალსაჩინო გახდეს, ყველაზე უფრო მკაფიო და ყველაზე უფრო ლამაზად, ყველაზე უფრო მშვენივრად გადმოცემული პავლე მოციქულს აქ აქვს სიტყვა სიყვარულის შესახებ. და ამიტომ მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ კონკრეტულად ამ 60 ქულოზე გავამახვილო ყურადღება. ეს არის კორინთელთა მიმართ ეპისტოლე, სადაც პავლე მოციქული გვეძრახება თუ როგორი უნდა იყოს ადამიანის დამოკიდებულება სხვა ადამიანებისადმი და როგორი უნდა იყოს ზოგადად ქრისტიანი. აქ ერთგვარად შეიძლება ასეც კი ვთქვათ, რომ სიყვარულის ფორმულა აქვს პავლე მოციქულს მოცემული თუ როგორი უნდა იყოს და მე ეს 60 ქულო არის ერთგვარი მხილება ყოველი ჩვენგანისა, როდესაც წავიკითხავთ ყურისთვის სასიამოვნო მოსასმენია ყოველთვის. გულში ჩამწდომია, იმდენად მნიშვნელოვანი სიტყვები არის, მაგრამ სინამდვილეში მე საკუთარ თავს ვამხელთ ხოლმე, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ ასეთები არ ვართ. არადა მოგვიწოდებს, წმინდა მოციქულები მოგვიწოდებენ, რომ ვიყოთ სწორედ ასეთები. მოდი თვალი გადავავლოთ ამ 60 ქულოს და მე ვფიქრობ, პავლე მოციქულზე უფრო ლამაზად ვერავინ ვერ გადმოცემს ამ ყოველივეს და მე საჭირო ჩავთვალე, რომ სწორედ 60 ქულო წავიკითხოთ და ეს იქნება ერთგვარი ქადაგებაც და ერთგვარი სიტყვაც, იმიტომ რომ პავლე მოციქულზე ლამაზად ამას ვერც მე ვიტყვი და მთელი სოფლიოს სამართლმადიდებლობაში ყველა მღვდლები და ყველა ეპისკოპოსები რო შეიკრიბენ, მაინც პავლეზე უკეთესად ვერავინ ვერ გამოთქვავს ამას. ასე რომ ჯობია ეს წავიკითხოთ და აქედან გამომდინარე ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ გულში დასკვნები გავაკეთოთ. ასე იწყება წმინდა 60 ქულო. თქვენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანი და რომელნიმე დაადგინა ღმერთმან ეკლესიათა პირველად მოციქულნი, მეორედ წინასწარ მეტყველნი, მესამედ მოძღვარნი, მერმე ძალნი, მაშინღამ მადლნი, კურნებათანი, შეწევნანი, ღვწოლანი, თესლადნი ენათანი. ანუ პავლე მოციქული აქ ამ შემთხვევაში გვეუბნება, რომ ყველა ადამიანს, კონკრეტულ ადამიანს უფლის მიერ აქვს ცალკეული ნიჭი მიცემული. ყველა ვერ იქნება, რა თქმა უნდა, მოძღვარი, ისევე როგორც ყველა ვერ იქნება პედაგოგი, ყველა ვერ იქნება მგალობელი, ყველა ვერ იქნება ფიზიკოსი, ყველა ვერ იქნება მათემატიკოსი. მაგრამ ცალკეულ ადამიანებს, ცალკეულ ნიჭებს აძლევს უფალი. და აი ამ ნიჭებით ადამიანს შეუძლია საკუთარი ცხოვრება წარმართოს ცხონების გზაზე. ის ნიჭი, რომელიც მიცემული აქვს ადამიანს ღვთისაგან, სწორედ ამ ნიჭით შეუძლია ადამიანს ცხონება მოიპოვოს. მაგრამ ამავე ნიჭით შეუძლია ადამიანს დაღუპვა მოიპოვოს. გააჩნია ადამიანი როგორ მართავს ამ ნიჭს. უფალი აძლევს ნიჭს, აძლევს წყალობას, მაგრამ აი ეს ნიჭი თვითონ საკუთარ თავში ადამიანმა როგორ უნდა განავრცოს, ეს უკვე ცალკეული საკითხია და ყოველმა ადამიანმა საკუთარ გულში უნდა ეძიოს უფალი და აქედან გამომდინარე ნიჭსაც სწორად გამოიყენებს. ნუ ყოველნი მოციქული იყვნენ, ნუ ყოველნი წინასწარმეტყველ, ნუ ყოველნი მოძღვარ, ნუ ყოველნი ძალ, ნუ ყოველთა მადლი აქუნდეს კურნებათაი, ნუ ყოველნი ენათა იტყოდიან, ნუ ყოველნი გამოსთარგმანებდნენ, ხოლო ბაძევდით მადლთა ამათ უფროისთა და მერმე აღმატებულ გზა გიჩვენოთ თქვენ. ანუ ნახეთ, ყველანი არ არიანო, რა თქმა უნდა, ცალკეული ნიჭები დაჯილდოებული, ანუ ყველა ერთ ქვაბში არა ვართ მოხარშულები, მაგრამ ზოგს ერთი ნიჭი ეძლევა, ზოგს მეორე და თქვენო ეცადეთო, რომ აი ეს ნიჭები, რომელიც გაქვთ მოცემული, ისინი განავცოთო და უფალი შეგეწევათ ყოველივე დანარჩენში. ხოლო ბაძევდით მადლთა ამათ უფროისთა და მერმე აღმატებული გზა გიჩვენოთ თქვენ. შემდეგ უკვე ამისა გრძელდება კონკრეტულად უკვე სიყვარულზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი. ენასაღა თუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდე, ხოლო სიყვარული არა მაქონდეს, ამბობს პავლე მოციქული. ვიქმენმე ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ გინა წინწილაი, რომელი ხმობენ. ანუ ნახეთ, თუ სიყვარული არ მექნებაო, ეს ნიჭები ყველაფერი რაც ჩამოვთვალე და შეიძლება უფრო მეტიც შეიძლება მქონდესო, მაგრამ არაფერი ფასი არა აქვს ამ ნიჭებს, იმიტომ რომ ყველანაირი ნიჭი, აი როგორც აი საჭმელს რო გააკეთებს დიასახლის და მარილს თუ არ ჩაყრის, შეიძლება ყველაზე საუკეთესო რაღაც ნივთები გამოიყენოს ხო საჭმლის გასაკეთებლად, მაგრამ მარილი როცა არ აქვს, არაფერი ფასი არ აქვს, რაც არ უნდა ძვირფასი საჭმელი გააკეთო.
ეს ძალიან უხეში შედარებაა, მაგრამ თვალსაჩინოებისათვის ლამაზი შედარებაა, იმისათვის რომ მივხვდეთ, რომ ადამიანს რაც არ უნდა დიდი ნიჭი ჰქონდეს, რაც არ უნდა დიდებული ნიჭი, თებსაც კი რო გადაადგილებდეს, იმხელა სასწაულების მოქმედების მადლი ჰქონდეს ღვთისაგან მიცემული, მაგრამ მოყვას სიყვარული არ ჰქონდეს, პავლე მოციქული ურმის თვალს ადარებს საკუთარ თავს, მე თუ სიყვარული არ მექნებაო. ანუ ნახეთ, რამდენად დაკლინებული ადამიანი მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა სასწაულებს ახდენდეს, სიყვარული თურმე ყველაზე მნიშვნელოვანია. და სიყვარულის გარეშე გაკეთებული ნებისმიერი საქმე არის ღვთის წინააღმდეგ გაკეთებული საქმე, იმიტომ რომ ღმერთი თავად არის სიყვარული და თუ სიყვარულის გარეშე გაკეთდა, რაც არ უნდა ბევრი საქმე აკეთო და რაც არ უნდა მოგეჩვენოს, რომ ძალიან სათნო საქმეს აკეთებ, სადაც სიყვარული არ არის შეზავებული საქმეში, ის საქმე ყოველივე არის ფუჭი და ამაო. და მაქვდეს თუღა წინაისწარ მეტყველებაი და უწყოდი ყოველი საიდუმლოი და ყოველი მეცნიერებაი და მაქვდეს დაღა თუ ყოველივე სარწმუნოებაი ვიდრე მთათა ცვალებამდე და სიყვარული არა მაქვდეს არავერ აივარ და შეღა თუ ვჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსე ხორცნი ჩემი დასაწველად და სიყვარული არა მაქვდეს არ არა ის სარგებელად ჩემდა. ნახეთ, უფრო მაღლა და ნელ-ნელა პავლე მოციქული უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე ავყევართ პავლე მოციქულს და გვეუბნება, რომ აი ეს რაც გითხარით, ეს კი არაო, მოწამეთაც რო წავიდეს ადამიანიო და სიყვარული არ ქონდესო, აი მოწამეობასაც კი ფასი არა აქვს. სიკვდილის რო იგემო, მაგრამ გააჩნია რისთვის იგემებს სიკვდილს. ზოგიერთი ადამიანი მაგალითად საკუთარი ქონებისთვის იკლავს თავს. ზოგიერთი კეთილდღეობისთვის იკლავს თავს, მაგრამ სიყვარული თუ არ აგაქვსო და აი მოწამეთაც რო წახვიდე რამე კონკრეტული იდეის გამო და სიყვარული არ ქონდეს, მაშინაც კი არაფერი არ ხარო. რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა სიყვარული, ანუ სიყვარულის გარეშე ერთი ნაბიჯიც კი არ შეიძლება ადამიანმა გადადგას ამ ცხოვრებაში და თუ რაიმე ნაბიჯი გადაგვიდგამს, როდესმე ვიცოდეთ, რომ ეს ნაბიჯი არ ყოფილა ღვთისათვის სათნო, რადგან სიყვარულის გარეშე გადადგმული არანაირი ნაბიჯი არ არსებობს ღვთისათვის მოსაწონი. ახლა კონკრეტულად სიყვარულზე გვეუბნება, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანებში სიყვარული. ანუ ბუნებრივად იბადება მე კითხვა, კი, აი მამაო, ვამბობთ ასე, რომ აი ესე თუ მოიქცევ ისე, კი, მაგრამ რა არის ეს სიყვარული? სიყვარული ხომ არ არის რაღაცა ნივთი, რომელსაც ხელს მოკიდებ, შეიძენ ან რაღაცას გააკეთებ. სიყვარული ადამიანის მდგომარეობაა, შინაგანი სულის მდგომარეობაა და აი ამაზე გვეძრახება ახლა პავლე მოციქული. სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილი. ნახე, თავიდანვე ამბობს, რომ სიყვარულზე ტკბილი არაფერი არ არსებობს. ვინც სიყვარულის მატარებელია, მისთვის ტკივილი არაფერი არ არის, მისთვის ტანჯვის დათმენა არაფერი არ არის და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ფაქტებსაც ვეხებით ხოლმე, ჩვენს რეალობაში გვინახავს, რომ ადამიანები არიან, რომლებიც უკიდურესად გაჭირვებულები არიან. შეიძლება ასე ვთქვათ, სულს ღაფავენ შიმშილისაგან, მაგრამ ბედნიერები არიან, იმიტომ რომ ქრისტეს სარწმუნოება აქვთ და ეკლესიის წევრნი არიან, დაიარებიან ძალითი ძალად ეკლესიაში, უფალს ადიდებენ და თავიანთი გაჭირვება და თავიანთი ტკივილი მათთვის აღარაფერი აღარ არის. ანუ ის სიხარული და ის სიყვარული, რომელსაც იღებენ უფლისაგან და რომელსაც თვითონ გასცემენ მოყვასთა წინაშე, აი ამ სიყვარულით იმდენად საზრდოობენ, რომ მათ არანაირი ამ ქვეყნიური ტკივილს აღარ ანიჭებს. ანუ რამხელა დიდი ყოფილა სიყვარული. სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ, სიყვარულსა არაშურ, სიყვარული არა მაღლოინ, არა განლაღნის. ნახეთ, ეხლა ძველი ქართულით რახან არის, შეიძლება ზოგიერთი სიტყვა გაუგებარი იყოს. სიყვარულს არაშურს, ანუ ადამიანი, როდესაც მეორე ადამიანისა შურს, უკვე შური სადაც არის, იქ სიყვარული ვერ იქნება. აქ პავლე მოციქული მაგაზე გვიმახვილებს ყურადღებას. აქვე ამახვილებს ყურადღებას, რომ ქედმაღალი არ უნდა იყოს მოსიყვარული ადამიანი. არა მაღლოინ, ანუ სხვა ადამიანს ზემოდან ნუ შეხედავ ადამიანო. იმიტომ რომ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ შენ როგორც უყვარხარ უფალს, ნებისმიერი სხვა ადამიანი ზუსტად ისევე უყვარს უფალს. შენ როგორც ხარ ხატი ღვთისა, ისეთივე ხატია ღვთისა ნებისმიერი სხვა ადამიანი. და აქედან გამომდინარე, ნუ იქნები ქედმაღალი ზემოდან ნუ გადახედავ ნურს ერთ ადამიანს. არამედ ყველა ადამიანს თავი გაუსწორე და თუ უფრო მეც გინდა მიაღწიო და თუ უფრო სასუფეველში გინდა მარგალიტები დააგროვო, თავი დაიმდაბლე და ყველა ადამიანზე უფრო დაბლა დააყენე, ვინც უკანანი წინ დადგებიან და წინანი უკან აღმოჩნდებიან. ასე რომ ეს ჭეშმარიტება ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და გავითვალისწინოთ. არა სარცხვენელ იქმნის სიყვარული, არა ეძიებს თავისასა. ნახეთ, ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ხშირად გაგვიგია ასეთი რამ, რომ ადამიანები ამბობენ, ვერ დავანახე ვერაფერიო კაცო, რაღაცას გააკეთებენ ხოლმე და მერე ჩივიან, რომ ვერაფერი ვერ დავანახეო და
აქ პავლე მოციქული პირდაპირ გვეუბნება, რომ დასანახად ნუ გააკეთებთ ნუ რაფერს, სათნო საქმეს, სიკეთეს, ნუ გაუკეთებთ ადამიანს იმისათვის, რომ რაღაც დაანახოთ. და თითქოს თქვენ გამოშვეთ, იმიტომ რომ როდესაც ცდილობ ერთი ადამიანი, რომ მეორე ადამიანს დაანახო რაღაც შენი სიკეთე, აქ სინამდვილეში სიყვარული კი არ არის. სინამდვილეში საკუთარი ამბიციებია, რომ გინდა საკუთარი თავი წარმოაჩინო რაღაცა განსაკუთრებულად, რაღაც კარგად და გინდა რომ ვიღაცამ თავი დახაროს შენ წინაშე და გეთაყვანოს. ქვეტექსტი აქ არის სწორედ და არა სხვაგან. სიყვარული უკვე აღარ მონაწილეობს. მას ასია, არა სარცხვენელი ქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არა შერაცხის ბოროტი, არა უხარის სიცრუესაზე და არამედ უხარის ჭეშმარიტებასა ზედა. ყოველსა თავს იდებს, ყოველი ხრწამს, ყოველსა ესავს, ყოველსა მოითმენს. სიყვარული არასა და დავარდების. გინა თუ წინასწარ მეტყველნი განქარდეს, ანუ თუ ენანი დავესხრეს, გინა თუ მეცნიერებანი განქარდეს, რამე თუ მცირედ რაიმე ვიცით და მცირედ რაიმესავ წინასწარ მეტყველებთ. ანუ ეხლა კიდევ გრძელდება სამოციქულო, ჩვენ აღარ ჩავყვებით ბოლომდე, მაგრამ პავლე მოციქული ბოლოს ერთგვარად ბეჭედს უსვამს. ერთგვარად ბეჭედს უსვამს თავის ამ მშვენიერ სიტყვებს და ამბობს, რომ სიყვარული არსად არ განქარდება, ანუ სიყვარული არ იკარგება. თუ ადამიანს აქვს მეორე ადამიანისადმი სიყვარული, ის არასოდეს არ დაიკარგება. შეიძლება იმ ადამიანისაგან საზღაური ვერ მიიღო, მაგრამ თუ შენ მაინც და მაინც საზღაურის გამო აკეთებ სიკეთეს, მაშინ კითხვა უნდა დასვა ჯერ ასეთი, არის კი შენი დამოკიდებულება სიყვარული? მაშინ საზღაურსაც რატო ელოდები? აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთგვარი მაგალითი მოგვცა თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ სიყვარულისა. მოვიდა დედამიწაზე, ადამიანებისათვის სიკვდილი იტვირთა. არ ქონდა არანაირი იმ ტანჯვისა და იმ ტკივილების საუცილებლობა და საჭიროება. მას შეეძლო ბევრი რამ უფრო უკეთესად ყოფილიყო მის ცხოვრებაში, მაგრამ ყოველი ჩვენგანის სიყვარულის გამო თავი დადო და ყოველი ჩვენგანის გამო სამსხვერპლოზე მიიტანა საკუთარი სიცოცხლე. და აი ნათელი მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი. ნათელი მაგალითი თუ ერთმანეთისთვის რანაირები უნდა ვიყოთ. და სწორედ ამ თემაზე საუბრობს ყოველი სამოციქულო, როდესაც ზეთის კურთხევის საიდუმლო აღესრულება. ანუ ერთის მხრივ მღვდლები კითხულობენ სახარებას, სადაც კურნებაზეა საუბარი, მაგრამ მეორეს მხრივ ერთგვარი ნიშანი გვეძლევა, თუ სიყვარული არა გაქვს, თუ არა გაქვს სასოება, თუ არა გაქვს რწმენა, იმედი და სარწმუნოება, რწმენა, იმედი და სიყვარული, ეს სამი ქვაკუთხედი სათნოებებისა, მაშინ ვერც კურნებას ვერ მიიღებ ადამიანი. არა იმიტომ, რომ უფალს ენანება შენთვის კურნება. არა, მაგიტომ არა, არამედ იმიტომ, რომ ვერ იტევს შენი თავი იმ წყალობას, რომელ წყალობასაც უფალი განიჭებს. სწორედ იმიტომ, რომ ცოდვით ხარ ადამიანო დაცემული. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი მყავს ხედულობაში ადრესატი და არა რომელიმე სხვა და რადგან ცოდვით ხარ ადამიანო დაცემული, თუ არ შეიძინეს სიყვარული, მაშინ ვერანაირად ვერ იცხოვრებ ამ ქვეყანაზე. ვერც ამ ქვეყანაზე გაგიადვილდება ცხოვრება და ვერც იმ ქვეყანაზე გაგიადვილდება, იმიტომ რომ სიყვარული მართავს სამყაროს. აი როგორ არის ერთხელ რამდენიმე თვის წინ გამოვიყენე ეს შედარება და არ ვიცი რამდენად მართებული იყო, ეხლა კიდე უნდა გამოვიყენო. დედამიწა რომ ბრუნავს, რატომ ბრუნავს? ძრავი აქვს ჩართული და ბრუნავს? უფლის სიყვარული ატრიალებს დედამიწას. და რომ არ იყოს უფლის სიყვარული დედამიწას ვერ იტრიალებდა და ვერც კეთილი შეზავება ქართა იქნებოდა, როგორც ერთ-ერთ კვერეკში ვამბობთ. ვერც მზე ამოვიდოდა აღმოსავალიდან და ვერც დასავალში ვერ ჩავიდოდა. ვერც მდინარეები ვერ წამოვიდოდნენ ზემოდან ქვემოთ და ასე შემდეგ, როგორც ერთ ადგილზე კიდევ სოლომონ ბრძენი გვეუბნება. ანუ რა იქნება, რომ უფლის სიყვარულზე არის დამყარებული ყოველივე. ჩვენი სუნთქვა, ჩვენი ამოსუნთქვა, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ხვალინდელი დღე, გუშინდელი დღე, მომავალი ცხოვრება ყოველივე უფლის სიყვარულზეა დამოკიდებული და თუ უფლის სიყვარულზეა დამოკიდებული, განა არ უნდა გახდეს ყოველი ქრისტიანი თანაზიარი უფლის სიყვარულისა. ყოველი ადამიანის გულში, ხშირად ვამბობ ხოლმე და კიდევაც გავიმეორებ, არის ჩათესილი მარცვალი, რომელ მარცვალსაც ყოველდღიურად ჭირდება მოთოხნა, ყოველდღიურად ჭირდება მორწყვა, რომ ამ მარცვლიდან ამოვიდეს ნაყოფი, გაყვავდეს და ადგილი პოვოს და ნორმალურად
დაისადგუროს და ეს მარცვალი არის სწორედ სიყვარული. აი ამ სიყვარულის მარცვალს თუ ყოველმა ჩვენგანმა არ მოუთოხნეთ და არ გაუმარგლეთ, წყალი არ დაუსხით და რა ხა პირდაპირ გაგებით განა წყლის დასხმაზეა საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანს უნდა დაემსგავსოს. დღევანდელ ადამიანს ხო ადამიანის სახე დაკარგული აქვს. რა არის აი ეკლესია მოუწოდებს ყოველ ჩვენგანს მოუწოდებს ეკლესია რომ ვიყოთ უკეთესები. სინამდვილეში რაც უფრო დეგრადირებასაკენ მიდის კაცობრიობა და რაც უფრო მივექანებით დასასრულისაკენ შეიძლება ასე ვთქვათ, მით უფრო და უფრო ადამიანი კარგავს ადამიანის სახეს. და ეკლესია დღენიაдаг მოუწოდებს რომ ადამიანმა ისევ დაიბრუნოს ის პირველი სახე, როგორი სახეც ჰქონდა ჩვენს პირველ მშობლებს. და სწორედ ამიტომ არის ეს წმინდა 40-ის. ამიტომ არის რომ ჩვენ ცოდვით შებღალულებმა და გადაღლილებმა ამ წუთის სოფლისაგან დაკარგული სამოთხე მოვიპოვოთ წმინდა დიდმარხვაში. ამიტომ არის აი ესეთი გაძლიერებული ლოცვები, საკითხავები, მაგრამ ვერც ერთ საკითხავს ვერ მომიძებნით, სადაც რაიმე ამაოებაზე იყოს საუბარი. ყველა ლოცვაში, ყველა ქებაში, ყველა დიდებაში არის საუბარი ერთადერთ რამეზე: უფალო შემიწყალე. ღმერთმა შეგვიწყალოს ყოველი ჩვენგანი და ვცხონდეთ ამენ.